არ შევმოწმებიათ. ქაღალდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ფორმას. გიყოფა, დილამდე უნდა გაიაროს ინსპექცია, მერე გადაიტან სადგომზე. ნამდვილი დელტა უკვე მზადაა. დღეს მოგიყვებით ისტორიას ბრენდის შესახებ, რომელმაც რალიში საკუთარი თამაშის წესები შემოიტანა. $1987 წელი იყო. ტურიანი გზები, მაღალი სიჩქარე და სიცოცხლის ფასი მხოლოდ წამის მეათედები. მსოფლიოს რალის ჩემპიონატში ახალი ძალა შემოიჭრა. ლანჩა დელტა ინტეგრალე. ეს მანქანა მალე იქცა სიმბოლოდ იმისა, რაც შეიძლება იყოს საავტომობილო ინჟინერია, როდესაც მისი ერთადერთი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. დელტა მხოლოდ სიმძლავრე არ იყო, ის იყო სტრატეგია და სტრატეგია ხანდახან ზღვარს გადადის. 1980-იანი წლების ბოლოს და 90-იანის დასაწყისში ლანჩა დომინირებდა VRC-ში. საუკეთესო კონსტრუქტორის ჯილდო კი ზედიზედ 6-ჯერ მოიპოვეს, რაც დღემდე რეკორდია. ლეგენდის მიხედვით და არა მხოლოდ ლეგენდის, ლანჩა გარკვეული წესების გარშემო თამაშობდა. სერვისის მანქანები, რომლებიც უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ლანჩები, რეალურად ზოგჯერ ფეიქ მანქანები იყვნენ. სპეციფიკაციით და ნაწილებით ბევრად წინ, ვიდრე რეგლამენტი დაშვებული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი საფარი რალიზე მოხდა, სადაც სერვის მანქანებს შორის ისეთი მოდიფიკაციები აღმოჩნდა, რაც წესით მხოლოდ მექანიკოსების ბაზაზე უნდა განხორციელებულიყო. ტურბო სპეციალური ჭარბწნევის სისტემები, რომელიც შეტანილი იყო სერვის პარკში წესების დარღვევით, დამალული ტექნიკური ნაწილები, რომლებსაც ფია ვერ პოულობდა. ამბობდნენ, რომ გუნდი ღამით ცვლიდა მანქანის ნაწილებს ისე, რომ დილას ისევ წესრიგში იყო ყველაფერი. ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ამ გუნდის პროფესიონალიზმი იმდენად მაღალი იყო, ფაქტის დამტკიცება წარმოუდგენელი ხდებოდა. ეს არ იყო მხოლოდ რბოლა, ეს იყო ჭადრაკი 180 კმ/სთ სიჩქარით და ლანჩა ის შავი ცხენი იყო, რომელიც თამაშის წესებს თავისებურად კითხულობდა. ლეგენდა, რომელსაც ბევრი მხოლოდ ჩურჩულით ყვებოდა, რეალურად მოხდა. საბჭოთა სადაზვერვო ფილმის სცენარს უფრო ჰგავდა, ვიდრე სპორტულ რეალობას. FIA-ს ტექნიკური კომისია ბანაკში ჩადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მანქანამ უნდა გაიაროს სერიული ინსპექტირება. შასი, უსაფრთხოების გაჯეტები, კარკასი, ყველაფერი უნდა იყოს FIA-ს რეგლამენტის ფარგლებში. სიბნელეში, მანქანების სერვის ზონის მეორე მხარეს დგას რამდენიმე მანქანა, შეღებილი როგორც სხვა დელტა ინტეგრალები, მაგრამ შიგნით მხოლოდ ქაღალდის სტრუქტურა, სუბუქი, ფორმალურად უსაფრთხოების კარკასი გვხვდებოდა, მაგრამ რეალურად ვერცერთ შეჯახებას ვერ გაუძლებდა. ინსპექტირების დროს გუნდი ჩუმად მოქმედებს. როდესაც ფედერაციის წარმომადგენლები ტესტ მანქანებს ამოწმებდნენ, ნამდვილი საბრძოლო მანქანები მძღოლებისთვის უკვე სხვა ადგილზე იყო გადაყვანილი. იქ ფარულად ღამე ტესტებს გადიოდნენ რეალური ტურბოს მახასიათებლებით, ხისტი უსაფრთხოების კარკასით, მოდიფიცირებული სუსპენზიით და დამალული ელექტრონიკით. სხვანაირად რომ თქვათ, ინსპექტირებას გადიოდა ერთი მანქანა, ხოლო რბოლაში გამოდიოდა მეორე. ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების კარკასი, მაგრამ ისინი ხის ან ქაღალდისგან იყო გაკეთებული, მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად. მანქანების გადაცვლა ხდებოდა. ღამით სხვადასხვა ლოკაციებზე ფორმალურად სერვის ზონიდან გამოსულ მანქანას გზაში ცვლიდნენ. ვინკოდები ან იმიტირებული იყო, ან ტექნიკურად გადაკეთებული ისე, რომ ძნელად შესამჩნევი ყოფილიყო განსხვავება. ჩვენ ვამოწმებდით მანქანას და ვხედავდით კარკას, რომელიც თითქოს კარგად იყო შედუღებული, მაგრამ შეხებისთანავე ხვდებოდი, რომ ფურცელი ან ალუმინის მილები იყო და არა რეალური უსაფრთხოების კარკასი. მათი მოქმედებების შემდეგ FIA-მ დაიწყო რეგლამენტის გამკაცრება. ტექნიკური კონტროლი უფრო მკაცრი გახდა და ეგრეთ წოდებული ხვრელები დაიხურა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. დელტა ინტეგრალე ისტორიაში შევიდა როგორც არამხოლოდ გამარჯვებული მანქანა, არამედ მანქანა, რომელმაც წესებს თავზე გადაუარა.
ეს ავტომობილი იყო სიმბოლო იმისა, როგორ შეიძლება მანქანა არა მხოლოდ გზაზე, არამედ წესებს მიღმაც შეუჩერებელი იყოს. ის იყო სიმბოლო ეპოქის, როცა გამარჯვებისთვის ყველაფერი დასაშვები იყო და ის ფეიქ მანქანებიც სწორედ ამ შავლაკად დარჩა ლეგენდაში.